პარლამენტთან სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ სვანები, ფილარმონიიდან იყო ეს მარში, ამ წუთებში კი შემოუერთდნენ აჭარლები და სხვადასხვა ნომრებს ასრულებენ აქციის მონაწილეები, იმღერეს ახლა უკვე ცეკვავენ და ასეთი მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. ახლა კიდევ ველოდებით სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს, რომლებიც მარშით მოემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ და წუთი-წუთზე ისინი შემოუერთდებიან სვანებს და აჭარლებს, რომლებსაც ჩვენი მაყურებელი ახლა კადრში ხედავს, ასე მხიარულ ნოტაზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ აქ აქციის მონაწილეებს გავესაუბროთ. გამარჯობა. გამარჯობა, რა ლამაზი ხართ საქართველო. თქვენ ყველანი ძალიან ლამაზები ხართ. გითხარით თავდაპირველად რა გაქვთ სათქმელი დღეს და ამის შემდეგ უკვე სხვა ჩვენ პირველ რიგში გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ აჭარიდან, ეხლა შემოვუერთდით თავს საქართველოს. გვიყვარს ჩვენი მრავალფეროვანი საქართველო. ვისმენთ აჭარულ ჰაგებს, გვიმძიმს ლხინი, მაგრამ მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ მაინც მაგრად გავართ და ჩვენ ძალიან ვტყიო პოლიტპატიმრები და რეჟიმის პატიმრები, რომლებიც ეხლა ბინძურ საკნებში უსამართლოდ ყავთ, ჩვენ მათ ხარდასაჭერად ვართ, აქვთ მარტო არ ხართ. ჩვენ თანამემამულეებო, თანამებრძოლებო, მთელი საქართველო, მთელი აჭარა არის თქვენ გვერდით. ჩვენ არ გვინდა ეს რეჟიმი, ხედავთ აქ ახალგაზრდებს, მოხუცებს, მამის და დედების თაობას, ყველანი ვართ ერთად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა შეთანხმდა ევროპაზე და ჩვენ გვინდა ევროპა. სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, საუმე ზურაბიშვილი მზად არის, რომ შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს ხელახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. რა არის ხალხის მოთხოვნა და როდის უნდა იყოს ეს არჩევნები? ანუ ჩვენ ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, შესაბამისად რაც უფრო მალე იქნება ეს არჩევნები, მით უფრო უკეთესი, რადგან ეს ყველაფერი კიდევ უფრო თუ გაწელავენ, ისინი დაზარალდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა ქვეყანაც უკან მიდის, რაც უფრო დიდხანს იქნებიან, ამიტომ რაც უფრო მალე მით უკეთესი. ჩვენ არ ველოდებით ბუტაფორიული ყაველაშვილის ინაუგურაციას და არც სხვა ბუტაფორიულ პროცესს. ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, რაც შეიძლება მალე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენთანაც გადმოვინაცვლებ. ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. თავდაპირველად ამას გკითხავთ. პრეზიდენტი ხალხთან ერთად იქნება. ასევე მზად არის რომ შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს. თქვენი აზრით, თქვენი მოთხოვნა რა არის, როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და პროტესტი როგორ უნდა გაგრძელდეს? არჩევნები ჩემის აზრით უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ამის გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება და მე პირადად გუშინ ჩამოვედი სტამბულიდან და სპეციალურად ამ აქციისთვის ჩამოვედი დილის პირველი რეისით თბილისში. კიდე რა მკითხეთ? აი, როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები? რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ პოლიტპატიმრებიც რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს და ამას ბოლო უნდა მოიღოს რაც შეიძლება უახლოეს მომავალში. იმიტომ რომ ასე გაგრძელდება არ შეიძლება ეს ძალადობა, ეს უსამართლობა, ამდენი ხალხის დაუნახავლობაც არ შეიძლება. და ეს რასაც აგრძელებენ და ხალხის არ ესმით, ესეც ერთგვარად იგნორია ხალხის, ასე მგონია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. შეგვიძლია კიდევ გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. მინდა გკითხოთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება რამდენიმე წუთის წინ. პრეზიდენტი მოგიყვებით. პრეზიდენტი გამოვა თქვენთან ერთად, ხალხთან იქნება. ამ დღეების განმავლობაში არ ყოფილა სიტყვით გამოსვლები. ხვალ მოგმართავთ პრეზიდენტი. თქვენი აზრით, რა როლი ექნება სალომე ზურაბიშვილს ამ პროცესში? სალომე ზურაბიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ამ ადამიანების დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის არის საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი. ყაველაშვილი ჩვენი პრეზიდენტი არ არის, ყაველაშვილი არის აი ამ შენობაში მჯდომი მანქურთების პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების პრეზიდენტი, რომელიც ვერასდროს ვერ გახდება ჩვენი ლეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენი პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არ ვიცი, სასიხარულოა კი ნამდვილად მისი აქ მოსვლა და
ჩვენთან ერთად დგომა, ის ყოველთვის იდგა და დგას ქართველი ხალხის გვერდით და ეხლაც მისი აქ დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეტაპობრივად უერთდებიან აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ ახალგაზრდებს, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, აჩიკო გულედან ხედავ, რომელმაც უმღერა უკვე აქციის მონაწილეებს. სალამი ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თავდაპირველად მინდა გითხოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თქვენ მოისმინეთ, რომ პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს ხელახალი არჩევნების საკითხად. სვანების მარსზე ვიყავ. კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს ხელახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, როდის უნდა იყოს ეს არჩევნები და ზოგადად რა როლი ექნება პრეზიდენტს ამ ყველაფერში? ხვალ სალომე ზურაბიშვილს ნახავთ აქ, ასევე სიტყვით მოგმართავთ აქ შეკრებილ ადამიანებს. არ ვიცი, შეიძლება ჩამოურჩი რაღაც მოვლენას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ვიცი, რომ უნდა დაინიშნოს არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პატრიოტი. ეს ვიცი დანამდვილებით, ეს არის ჩვენი ყველას მოთხოვნა და ერთი რამ კიდე რომ გამოდევით ისმის ხოლმე, ანუ რა ქვიათ იმათ კოცები, რუსები, რას არის ერთ და იგივეა. მათი მხრიდან რომ რაღაც პოლარიზაცია საზოგადოებაში და ეს არის ტყუილი, არა პოლარიზაცია საზოგადოებაში არ არის ასე თქვათ პოლარიზაცია ჩვენსა საქართველოს მოქალაქეებს და ეგრეთ წოდებულ თვითგამოცხადებულ არალეგიტიმურ მთავრობას შორის. ანუ იმისთვის რომ ის კრიზისი რომელიც არის დღეს საქართველოში განიმუხტოს და გადაიჭრას შვიდობიანად და ნორმალურად არის საჭირო არჩევნები. ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს და ეუთოდინის დასკვნის შემდეგ ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები. როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა ვადაში წარმოგიდგენთ? არ ვიცი, რა ვადაში უნდა იყოს ეს, მე დანამდვილებით ვიცი ის, რომ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში და ამას თვითონ უნდა ხვდებოდნენ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ანუ მთავარი პირველ რიგში არის ქართველი ამორჩეველი, რომელიც არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს არა მარტო ქართველი ამორჩეველი და საქართველოს მოქალაქე, არამედ არ აღიარებს არც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. და ეს არის ისეთი ღრმა კრიზისი, რომ იმის იქით აღარ არსებობს. ამიტომ ერთადერთი განმუხტვის გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზა, რა თქმა უნდა, არის არჩევნები. როდის უნდა დაინიშნოს, მაგრამ მარტო არჩევნების დანიშნვა არ არის. არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რასაც არჩევნები ქვია. არჩევნები არ უნდა ჩაატაროს სუსმა, არ უნდა ეს არ უნდა ჩატარდეს საყოველთაო დაშინების, რაღაც ადამიანების ასე ვთქვათ დაძალების, ადამიანს არ უნდა დააძალონ ხმის მიცემა, არჩევნები უნდა იყოს ფარული, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი უბრალოდ და ეხა რა ვიცი, ჩვენ ცოტა ისეთ მდგომარეობაში ვართ, სასაცილო ბრჭყალებში, როდესაც რაღაც დისტოპიური გარემო, როდესაც გამოდიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები და რაღაცებს ლაპარაკობენ, რაღაც როგორ გითხრათ, არ არსებულ ზღაპრებიც არ ქვია, არ ვიცი ამას რა ქვია რა, ანუ შავზე იძახიან თეთრს და ამათთვის არ არსებობს არანაირი, როგორ გითხრათ, არანაირი არც არგუმენტი და თან რაღაც დიალოგისკენ მოგვიწოდებენ და რაზე უნდა ველაპარაკოთ? რაზე უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, რომლებმაც დაასახიჩრეს ასეულობით ადამიანი, დაპატიმრებულია ხალხი სრულიად უაზრო ბრალდებებით, ნაწამებია ხალხი უბრალოდ და უბრალოდ ეს ყველაფერი ამაზე უნდა როგორც მინიმუმ ბოდიში მოიხადონ და წავიდნენ თავის გზაზე და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აიჩიონ მთავრობა და გადააბარონ ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და ჯერ არ გადაუბარებია არავისთვის. აი, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? ამდენი ხნის განმავლობაში ხალხი უწყვეტად დგას ქუჩაში, დანებებას არავინ აპირებს. როგორ უნდა მოიპოვოთ ეს გამარჯვება, რომ უკან დაიხიოს ქართულმა ოცნებამ? წნეხი როგორ უნდა გააძლიეროს? ჩვენთვის ყოველი დღე არ ხო არის რომ 24 დღე, 25 წელი. არა, ჩვენთვის ყოველი დღე არის პირველი. ანუ ყოველი დღე არის პირველი და ჩვენ ყოველ დღეს ვიწყებთ თავიდან ამ ქვეყნის მოქალაქეები, იმიტომ რომ დარწმუნებით ვიცით, რომ თუ რუსებმა ასე ვთქვათ თავისი გაიტანეს, ჩვენ ამ ქვეყანაში უბრალოდ არ გვექნება არც გამოხატვის თავისუფლება, არც მედია არ გვეყოლება, არც განვითარების საშუალება არ ექნება არავის და ერთმნიშვნელოვანია ეს ამბავი და ამას რაც უფრო მალე გაიგებენ ისინი, ვინც დე ფაქტო უდგას ახლა მართავს ამ ქვეყანას,
უფრო ჯობია მათთვისაც და რა თქმა უნდა ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ეტაპობრივად იკრიბებიან ახლა პარლამენტთან სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, აქ არიან უკვე სვანები და აჭარლები, ელოდებიან თანამოაზრეებს. ისინი ეტაპობრივად შემოუერთდებიან საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ თანამოაზრეებს და დღეს პროტესტის 24 დღეს კიდევ ერთხელ უამრავი რეკორდული რაოდენობის ადამიანი კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების განთავისუფლებას და ყველა ერთად მოითხოვს კვლავ ხელახალი არჩევნების სასწრაფო წესით ჩანიშვნას.